საღამო მშვიდობისა ბავშვებო, დღეს 61. დღეს მე ვარ ნინო მარგველაშვილი, უკვე მეძინება, მაგრამ წიგნი არ წამიკითხავს და ეხლა ჩემი არჩევანი დღეს შევაჩერე თურქულ ამბავზე, თურქეთიდან შიერი მოსასხამი. წიგნის ავტორი არის დემი იყო ის ადამიანი, რომელსაც გაგვაცნო ჩინური ცარიელი ქოთანი. დღეს გაგვაცნობს თურქულ ამბავს, მოთხრობას. შიერი მოსაცმელი. წიგნი ეხება ყველას, ვინც გულებით თავიანთი გულებით ზეცას დაატარებენ. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, თურქეთში ცხოვრობდა ერთი ხალისიანი პატარა ბრძენი კაცი სახელად ხოჯა ნასრედი. ეცვა უზარმაზარი თეთრი ჩალმა და გაქუცული ქურთუკი, რომელიც მოსასხამი, რომელსაც სხვადასხვა ადგილას მიკერებული იყო სხვადასხვა ნაჭრებით. აი, ჩვენი ხოჯა ნასრედი. თავის ნაცრისფერ ვირუკელაზე შემჯდარი, აქეთ-იქით დადიოდა და უყვარდა, ძალიან უყვარდა, როდესაც სხვებს ეხმარებოდა და ხელს გაუმართავდა. ეს დღესაც ხოჯა ნასრედინმა დიდი ალიაქოთის ხმა გაიგო ქარვასლიდან. ქარვასლა ეს არის მგზავრებისთვის სასტუმრო, ძველად, რაც იყო. ხო და ეს ანცი თხა თურმე სამზარეულოდან ვიღაცას გამოეშვა და ფეხებს ესე ბაკუნობდა, ისვრიდა წიხლებს, ამსხრევდა ჭურჭელს, გადმოაგდა ქვაბები, ტაფები, ზეთი, შესაწვავი ზეთი გადმოასხა, მზარეული ყვიროდა, რამდენიმე მოგზაურიც დახმარებას სცოდა, მაგრამ ამ ზეთზე ფეხი უცდებოდა და სრიალდებოდნენ და ძირს ეცემოდნენ. რადგანაც ნასრედინს ძალიან უყვარდა თხები, ის ყოველთვის თან დაატარებდა, ჯიბეში ჰქონდა რამდენიმე ტკბილი ვაშლი. ხო და სასწრაფოდ ამოიღო ეს ვაშლი და პატარა ნაჭრებად დაჭრა. ეს ნაჭრები, ვაშლის ნაჭრები სწორ ხაზად დაალაგა, რათა პატარა თხა ნელა, ესე იგი, პატარა ნაწილ შეესანსლა. და როდესაც ბოლო ნაჭერზე მოვიდა, ბოლო ნაწილზე ნასრედინს უკვე შეეძლო თხის დაჭერა. ნაზად ნასრედინმა პატარა თხა ჩასვა ისევ თავის შემოფარგლულ სივრცეში და ყველას ძალიან გაუხერდა. ქარვასლის მეპატრონემ ნასრედინი საჭმელად მოიპატიჟა სხვა მოგზაურებთან ერთად, მაგრამ ნასრედინმა უარი უთხრა, რადგანაც თავისი მდიდარი მეგობრის სახლში ბანკეტზე იყო მიწვეული. ნასრედინი გახარებული გამოვიდა, ყველას ხელს უქნევდა და ბედნიერი იყო, რომ დახმარება შეძლო ქარვასლაში მზარეულის და მთელი იქაური ამალის. უბრალოდ იმდენი დრო გავიდა, რომ უკვე აგვიანდებოდა მეგობართან სტუმრად მისვლა და დრო აღარ ჰქონდა იმისთვის, რომ გამოეცვალა თავისი მოსაცმელი, რომელიც არა მარტო გაცვეთილი იყო და ეს მიკერებული ჰქონდა, არამედ ასევე ამ თხის გადამკიდე გახდა გაზეთილიც, ჭუჭყიანიც და თხის სუნი ასდიოდა. ნასრედინის მეგობარმა კარი როდესაც გააღო და ნასრედინი დაინახა,
გაოგნებული დარჩა. შეშინდა სხვა სტუმრები ნეტა სხვა სტუმრებმა არ დამცინონ ესეთი მეგობარი რომ მყავს, ესეთი გაქუცული, სუნიანი კაცი რომ მოვიპატიჟე წვევლებაზეო. მაგრამ ნასრედინი გადმოხდა ვირიდან, პირდაპირ შევიდა ოთახში, ჩაეხუტა თავის მეგობრებს და ბანკეტს, სუფრას შეუერთდა. ძალიან ბედნიერი იყო მეგობრებში რომ იყო და რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერც კი ამჩნევდა რომ რაღაცა უცნაური ხდებოდა. მისი არც ერთი იქაური სტუმარი ნასრედინს არ უყურებდა. ყველას თავი გონა შეტრიალებული, თითქოს თავს არიდებდნენ. ყველა ხო ზურგი ჰქონდათ შექცეული ნასრედინისგან. და როდესაც მსახურებმა სადილი შემოიტანეს ოთახში, სადილი ყველას მიუტანეს გარდა ნასრედინისა. მოკლედ, დიდი ხანი არ გაგრძელებულა, ნასრედინი მარტოდ იჯდა და საჭმელი არაფერი ჰქონდა. რამდენჯერმე სცადა, რომ საუბარი დაიწყო, იქით მეორე მხარეს სტუმარს უყვიროდა ოთახის მეორე მხარეს, მაგრამ არც არავინ უსმენდა და არც არავინ სცემდა პასუხს. ნასრედინმა ახლა თავისი მეგობრების ეს შორიდან რო იჯდა, დაკვირვება დაიწყო. თითოეული მამაკაცი იყო დასუფთავებულ, დაწყრიალებული. ყველაფერი უბზინავდათ. თავიანთი საუკეთესო სამოსი ეცვათ. შემდეგ ნასრედინმა საკუთარ სამოსი შეათვალიერა. გაცვეთილი, ნაკერებ დადებული, მოსასხამი, გაზეთილი, ჭუჭყიანი და თხის სუნიანი. ძალიან ჩუმად ნასრედინი გამოიპარა კარიდან. შეაშა თავის პატარა ვირს და სახლისკენ გასწია, იმიტომ რომ თავში ერთი იდეა მოუხდა. სახლში ნახე როგორ საოცარი შენობის არის, რა ლამაზი აბაზანები და აბანოები. სახლში ნასრედინი პირდაპირ ცხელ აბაზანაში ჩახტა. აი ამ წყალში, ავსებულ წყალში ჩაყარა მთელი კილა სურნელოვანი საპნის კრისტალები და იხეხა საკუთარი კანი, სანამ ბზინვა არ დაიწყო. და ახლა მთელი ოთახი უკვე აკაფებული იყო და ქაფით იყო სავსე. ნასრედინმა გაიშრო, პუდრა წაისვა, შემდეგ ახალი ფეხსაცმელები ჩაიცვა, რომელსაც თითებთან ესეთი ფოჩები ჰქონდა. არაჩვეულებრივი ახალი ჩალმა დაიხურა თავზე, რომელსაც ჭყვიალა ძვირფასი ქვები ჰქონდა და საოცარი ახალი მოსასხამი შემოიცვა, რომელიც მბზინავი აბრეშუმისგან იყო დამზადებული და ოქროს ძაფებით იყო ამოკერილი. ნასრედინი სარკეში საკუთარ თავს ძალიან კმაყოფილი შესცქეროდა, იმიტომ რომ ასეთი დასრულებული, ასეთი გამოწყობილი აქამდე არასდროს ყოფილა, პირველად ჩაიცვა ესე. აქამდე არავის ძმია ასეთი მოსასხამიც. რა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. და გამოვიდა სახლიდან ნასრედინი თავმომწონედ, პატივისცემით მიაბიჯებდა ქუჩებში და თავის მდიდარი მეგობრის სახლისკენ დაბრუნდა. მსახურმა იმ წამსო დიდი სიხარულით შემოიპატიჟა ნასრედინი სასადილო ოთახში. მომღიმარი მასპინძელმა კიდე იმ წამსო გადმოუღო, ეს რა ქვია,
ვახშამი და სასმელი. ყველა უღიმოდა და თავს უკრავდა ნასრედინს. რა საოცარი ფიგურა შექმნა რა ნასრედინმა. რა საოცარი მოსასხამი ეწვა. ნასრედინი აი ამ ბანკეტზე ყველაზე პოპულარული იყო. ანუ ყველა მას ესაუბრებოდა, ყველა მას ეკითხებოდა, ყველა მას აქცევდა ყურადღებას, უსმენდნენ და ასე შემდეგ. ნასრედინმა არჩია ყველაზე კარგად დაბრაწული, საოცარი ნაჭერი ცხვრის ბატკნისა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პირში ჩაიდო და შეეჭამა, ნასრედინმა აი ეს ცხვრის გრილზე შემწვარი ნაჭერი მოსასხამში ჩაიდო. ჭამე მოსასხამო, ჭამა, თქვა ნასრედინმა. ნასრედინმა აიღო თევზი, რომელიც ვაზის ფოთლებში იყო შემწვარი და შებრაწული ბადრიჯანი. გახსნა ისევ თავისი მოსასხამი და თქვა: ჭამე ჩემო მოსასხამო, ჭამე. რა მოიჭიქრა? ნასრედინმა გადაიღო ფლავი. გადაიღო ქიშმიშები და ფისტები. გაახსნა ისევ თავისი მოსასხამი და თქვა: ჭამე ჩემო მოსასხამო, ჭამე. მერე მოხარშული გოგრა, რომელსაც პატარა ხორცის ნაჭრები, დაკეპილი ხორცის ნაჭრებით იყო და ზეთის ხილებით ისიც აიღო და ისიც თავის მოსასხამი გახსნილს ჩაღარა. ჭამე ჩემო მოსასხამო, ჭამე. ქათმის მკერდის ნაჭრები, რომელიც соусში ესე მოხარშული იყო ვარდის წყალში. შაქრის ნამცხრები, ტკბილი ჟელე, შარბათი, ესეთი წებოვანი ბაკლავები, ჩემი საყვარელი ბროწეულები, კარალოკები, ფორთოხლები, ვაშლები, ლეღვები, ფინიკები, ყველა ეს საჭმელი ნასრედინმა თავის მოსასხამში ჩაიყარა და ყვიროდა: ჭამე ჩემო მოსასხამო, ჭამე ესეც ჭამე, ესეც ჭამე. ბოლოს და ბოლოს ნასრედინმა გახსნა თავისი მოსასხამი კიდევ ერთხელ და 1 კილო ღვინო ჩაისხა. შემდეგ დახურა თავისი მოსასხამი, შეკრა, როგორც შეეძლო, მუცელს ესე დაიტყაპუნა ხელი და მასპინძელს გაუხიჭა. სტუმრები გაოცებულები იყვნენ. რას აკეთებდა ნასრედინი? ბოლოს და ბოლოს შეშფოთებულმა მასპინძელმა უთხრა: ჩემო ძველო, ჩემო დიდი ხნის მეგობარო, მითხარი, რატომ აჭმევ შენს მოსასხამს? შენ ხო ზუსტად ეს გინდოდა, რომ ჩემ მოსასხამს ეჭამა, საჭმელია, უპასუხა ნასრედინმა. როდესაც პირველად მოვედი შენთან ჩემი ძველი მოსასხამით, რომელსაც ნაკერები ქონდა სხვადასხვა ნაჭრებისგან, ჩემთვის საკვები არ იყო მაშინ. და მერე, როდესაც მოვედი დავბრუნდი ისევ ახალი მოსასხამით, 1000-ნაირი საკვები გამომიტანეთ. ამით მაჩვენეთ, რომ ჩემს მოსასხამს და არა მე. ჩემი მოსასხამი და არა მე დაგიპატიჟიათ ამ ბანკეტზე და წვეულებაზეო. მართლა რა? დაიმახსოვრით, ჩემო მეგობრებო, თქვა ხოჯა ნასრედინმა. თუ გინდათ, რომ ღრმად დაინახოთ, ადამიანს შეხედეთ და არამის მოსასხამს და ჩაცმულობასო. შენ შეგიძლია შეიცვალო მოსასხამი, გამოიცვალო, მაგრამ შენ ვერ გამოცვლი ადამიანს. შეიძლება არაჩვეულებრივი მოსასხამი ეცვას, მაგრამ მოსასხამი ადამიანს ადამიანად არ აქცევს. შეიძლება გარედან ადამიანს იცვას ცხვრის ის რა ქვია, ბეწვი და ცხვრის ტყავიო, მაგრამ შიგნით შეიძლება გლის გულით დაგხვდესო. ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შეგვიძლია ვიპოვოთ გაცვეთილი მოსასხამების ქვეშო. რა თქმა უნდა, მოსასხამი რაც უფრო ახალი და კარგია, საუკეთესოა. მაგრამ რაც შეეხება
მეგობრებს. დიდი ხნის და ძველი მეგობრები საუკეთესო არის. ყველა გამხიარულდა და მიხვდნენ, რაც გააკეთეს და რაც აუხსდა ეხა ნასრედინი. ნასრედინის სიბრძნე, ხოჯა ნასრედინის სიბრძნე ისეთი, რომ ახლა თავიდან უნდა ვიზეიმოთ. აღნიშნა მასპინძელმა. ჩაირთო მუსიკა და ფეირვერკები და ყველანი აი მზეცის ვარსკვლავების ქვეშ ცეკვავდა. რა საოცარია რა პირველ რიგში ის რომ ადამიანი რაღაცას რო გეტყვის რომ ჰეი მანამდე როგორც მოიქეცი ხა და დაგაფიქრებს ნაცოთ იმის რომ მე მეუბნები მაგას მე არ მიფიქრე ხო როგორ ხშირად ვიცით ხოლმე რომ გვინდა რომ არა მე არ მიფიქრე რატომ მეუბნები პირიქით ეს ამხელა ადამიანები გააოგდნენ რომ მართალია იქ რაღაცა ცოტა გაცვეთილი და სუნიანი ქურთუკის გამო ერთი თავში აზრად არ მოგწევს რომ საჭმელი მოგვეტანაა და რადგან კარგი მოსასხამი გეცო ყველამ საჭმელი მოუტანა ხო და მიხვდნენ და ისწავლეს და იზეიმეს ის ვინც გულში ზეცას ატარებს ყოველთვის კარგად ჩაცმულია დასასრული ხოჯა ნასრედინი 1208-1294 წლებში ცხოვრობდა და იყო ფილოსოფოსი, იუმორისტი, ძალიან, რომელიც თურქეთის სოფელში დაიბადა. ძალიან ცნობილი იყო და ბევრი ამბავი არის ხოჯა ნასრედინის. მოკლედ. ეს იყო და ეს. თურმე 5 ივლისიდან 10 ივლისამდე იმართება ხოჯა ნასრედინის საერთაშორისო ფესტივალი. სადაც გარდაიცვალა ნასრედინი. და იკრიბებიან მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები და დგამენ ხოჯა ნასრედინის სპექტაკლებს, ანუ რა ამბებიც მოყვათ თვითონ ხო ამ ფილმებს, მულტფილმებს აჩვენებენ ხოლმე. შეიძლება იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ ხოჯა ნასრედინის სხვა ამბები და თქვენ შექმნეთ მერე ან წიგნი, ან მულტფილმი, ან ლექცია ჩაატაროთ. ეს იყო და ეს გემშვიდობებით ცილებისა.